შვილებთან საუბარი სექსუალურ ცხოვრებაზე. რა ასაკიდან ჯობია, როგორც სპეციალისტი, რას გვეტყვით, ღირს თუ არა ზოგადად საერთოდ შვილებს ამ თემაზე ვესაუბროთ, როგორია თქვენი აზრი? პირველი მადლობა დიდი, მადლობა მაკითხვისთვის. იმიტომ რომ მომექცა უკვე აი ამ საკითხის აქტუალიზაციით იმდენ გადაცემაში ტელე, რადიო, აი თვლამერია რა. რაც მაგას ვიძახი მე, ჩვენთან არის არაერთგვაროვანი დამოკიდებულება. ჩვენი საზოგადოება საერთოდ არაერთგვაროვანია, ძალიან პოლარიზებულია. ეს არ დაწყებულა დღეს, იყო ყოველთვის. ხო და ეს პოლარიზაცია კონკრეტულად ვრცელდება სქესობრივი განათლების საკითხზე. არის საზოგადოების ნაწილი, რომელიც კატეგორიული წინააღმდეგია ნებისმიერი ფორმით სქესობრივი განათლებისა და არის მეორე, რომელიც უბრალოდ თავის უფლებებს იბრძვის და მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს რა. იცით რა, ასეთ შემთხვევაში უნდა იყოს დაბალანსებული მიდგომა. უნდა იყოს ყველას ინტერესი გათვალისწინებული. ამიტომაც აი დანიაში და ნიდერლანდებში მიღებული წესი, რომ მესამე კლასიდან თუ პირველი კლასიდან თუ 0 კლასიდან იწყება იქ ესე იგი სექსუალური განათლება, მე მიმაჩნია არ არის ჩვენთან გამართლებული. ელემენტარულად საზოგადოებაში უფრო გააძლიერებს პოლარიზაციას და საბოლოო შედეგი იქნება კონტრპროდუქტიული. ამიტომაც მე მიმაჩნია, რომ აქ უნდა იყოს აი ესეთი გადაწყვეტილება მიღებული, რომ იმის გათვალისწინებით, რომ კონსტიტუციურად საქართველოს კანონმდებლობით არავის ჯერ არ გაუქმებია, ხო არ აუწევია არავის ქორწინების ასაკი 16-დან 20-მდე, ხო არა? 16-დან თუ ჩათვლის მოსამართლე მაგას შესაძლებლად და სხვათა შორის მოსამართლე ამ დროს ეყრდნობა მხოლოდ სამედიცინო დასკვნებს, რამდენად მომწიფებულია ასე ხომ არ არის რაღაც პათოლოგია. ძალიან წყნარად ხელს უწერს და ქორწინება ფორმდება 16 წლის ასაკში. ესე იგი, თუ ქართველი კანონმდებელი თვლის შესაძლებლად, რომ სქესობრივი ცხოვრება შეუძლიათ ახალგაზრდებს დაიწყოს 16 წლის ასაკიდან. სკოლაში არ უნდა ესწავლებოდეს ეგა? აი პოსტ გეკითხებით რა. 16 წლის მოზარდმა აინც და ისწავლოს მინიმუმ სექსუალურ ცხოვრებას. 16-ის კი არა, 15-ისაც, აი უყურეს ამა. მინიმუმ 9, 10, 11 კლასებში უნდა ისწავლებოდეს საგანი, ესე იგი სქესობრივი განათლება, რაც კიდე ახლა რა და ეს უნდა ღია ტექსტით ითქმებოდეს ყველაფერი. მანამდე საკითხი რთულად არის რა, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდ, ასე ვთქვათ, აზრთა სხვაობას იწვევს და მანდაც არის კომპრომისის საშუალება. კომპრომისი რა არის? კომპრომისი ის არის, რომ მოხდეს რა თქმა უნდა სახელმწიფოს მეშვეობით კაცო. სახელმწიფოს შეუძლია ესა რა. ხოლოდ მაგას რესურსებიც უნდა, ფინანსები უნდა, აუცილებლად უნდა შეიქმნას, ესე იგი სისტემა მშობლების ტრენინგისა. და ეს ტრენინგი უნდა სახელმწიფო პოლიტიკის რანგში იყოს აყვანილი. რომ მაღალ დონეზე გაკეთდეს და ვიღაც აფერისტები კი არ მონაწილეობდნენ აი თქვენსავით ხალხი რა. ვისაც მოამზადებენ კვალიფიციური ექიმები, ფსიქოლოგები და ამ შემდეგ. ვისაც ესმის. ეგ საკითხი. და მე რაღაცა დროის განმავლობაში მწყობრი სისტემა ჩამოყალიბდება, ესე იგი ამ მშობელთა ტრენინგისა და მე უკვე არ ექნება პრობლემა, აღარ ეთქვის, რომ რატო ჩემ ძმას, რატომ აქ რაღაცა აბია წელსქვეით და მე არ მაბია და არ ეთქვის, რომ აი ბაბუა შენ მოგაჭრა. ეგე? როგორ გავჩდი მე კომბოსტოს იმაში, რა ქვია იმას, ყანაში გიპოვეს, ბოსტანში. წერომ მოგიყვანა. არ არის რთული ახლა ამისი ახსნა. მე კომბოსტოში მიყვეს. მეც კომბოსტოში. თავიდან კომბოსტოში და მე შემწევი. ახსნა უნდა დაიწყოს უკვე იმ პერიოდში, როდესაც ბავშვი იჩენს ცნობის მოყვარეობას. იმიტომ რომ ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენ ინტერნეტის ეპოქაში ვართ. თქვენ თუ არა აუხსნით, თავისით გაიგებს. და შეიძლება იმდენად არასწორი ინტერპრეტაციით გაიგოს, რომ ზიანი მიიღოს. დიახ.